ლევან ცუცკირიძე თავისუფლების მოედანის დამფუძნებელია ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო. პირველ რიგში შევაფასოთ ჩვენი გამოკითხვის შედეგები. თქვენ ამბობდით კომენტარი იყო ეთერს მიღმა მაყურებელი ვერ მოისმენდა, როცა ბოლო რესპონდენტს უსმენდით, რომ შესაძლოა მალე ასეთი თემების კვლევაც კი აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში. კი, შესანიშნავი სტუდენტი იყო, ძალიან სიამოვნებდა მისი მოსმენა და ხო, მაგას ვფიქრობ, იმიტომ რომ სადაც მედიას გეკრძალებათ რაღაც სიტყვების გამოყენება, ან უნდათ რომ აგიკრძალონ რატომაც არ შეიძლება აკრძალონ ხვალ რაღაც საკითხების გამოკვლევა უნივერსიტეტში და რაღაც საკითხების სწავლება, მაგალითად პოლიტიკური თეორიის, დემოკრატიის საკითხებზე. ხო, ჩვენ ნახეთ სკოლებზე როგორი შეტევა ქონდათ, როცა საზოგადოებრივ ურთიერთობებთან, საზოგადოებრივ საქმეებთან დაკავშირებით იყო ამების განხილვა და ასე შემდეგ. ამიტომ ავტორიტარიზმი ისეთი რამეა, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროს ეხება რა. ეს არ არის ისეთი რამ, როდესაც მხოლოდ ვიღაც გამორჩეულ ადამიანებს, რომელსაც რეჟიმი მიიჩნევს, სწრათ იმას შეეხებთ, რომ ესეთ სისტემა თუ ჩამოყალიბდა, ის უკვე ყველგან გაიდგამს ფესვებს და ეს იქნება უნივერსიტეტშიც, ეს იქნება სკოლაშიც, რა თქმა უნდა, სკოლა და განათლების სისტემა ისედაც არის პარტიული კონტროლის სისტემა, თუ გვაქვს ცეული დიდწილად, ხო, კერძო უნივერსიტეტების მცირე ნაწილს თუ არ ჩავთვლით. რა, ამიტომ ესეთ დაავადება, რომელიც სხეულის ყველა ორგანოს დააზიანებს რა. და არა მარტო რომელიმე ცალკეულს და სხვას არ შეეხება. თელ საზოგადოებას მოწამლავს. ძალიან მომხვდა მეგულში ფრაზა ერთ-ერთი რესპონდენტის, რომელმაც თქვა, რომ არ მეგონა პროპაგანდა ასეთი ძლიერი თუ იქნებოდა. ყოველდღიურად ვნახულობთ რა მასშტაბებით მიმართავს პროპაგანდას ქართული ოცნება. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რაზეც დღეს ვლაპარაკობთ, მაგრამ ასევე მთავარი თემა, რაც იყო გამოკითხვის, არის უვიზო მიმოსვლის შესაძლო დაკარგვა, შეჩერება. არ ვიცი ამას რა ფორმა შეიძლება მიეცეს საბოლოო ჯამში, მაგრამ უკვე თვალნათლივ ცხადია, რომ ეს არის მაგიდასთან განსახილველი ევროპელი ლიდერების. რას ვარაუდობთ თქვენ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენა? ბოლო რეზოლუციას, ბოლო ანგარიშს უბრალოდ თუ ნახავთ ევროპარლამენტის, იქ ჩანს. მე ძალიან გულწრფელად მინდა ვთქვა და ესედაც სულ ეგეთი ვარ ხოლმე. მე ასეთი ანგარიში საქართველოსზე და რეზოლუცია არ მახსოვს და არც ბევრ სხვაზე ალბათ ძალიან დიქტატორულ რეჟიმებზე, ძალიან ევროპასთან მტრულად განწყობილ სახელმწიფოებზე თუ შეგვხვდებოდა ასეთი რამ. არა და საუბარია კანდიდატ ქვეყანაზე. ასე და კანდიდატ ქვეყანაზე და ეს არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ ეს არის პირველი ანგარიში ევროკავშირის, ევროპარლამენტის საქართველოსზე როგორც კანდიდატ სახელმწიფოზე. და სხვა პირობებში შეიძლებოდა ეს სულ სხვანაირი ანგარიში ყოფილიყო. სულ სხვანაირი ანგარიში ყოფილიყო საქართველოსზე, რომელიც არის მოწინავე დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც აშენებს თანამედროვე ცივილურ უსაფრთხო სახელმწიფოს და რომელიც იმსახურებს ყველა იმ სიკეთეს, რომელიც ევროკავშირში არის, იქნება ეს კარგი ჯანდაცვა, კარგი სოციალური უზრუნველყოფა, კარგი ხელფასები, კარგი პენსიები, კარგი საბანკო მომსახურება, კარგი დაზღვა და ყველაფერი ისაც ევროკავშირი და თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცულობა და არის ბანდიტური გარემო, რომელიც სამწუხაროდ აღწერილია ამ ანგარიშში რა. ძალიან მძიმე იყო ამის წაკითხვა. ერთი მხრივ კარგია რომ ადეკვატურად ფასდება ევროპარლამენტის მიერ ის რაც ხდება საქართველოში, მაგრამ ძალიან მძიმე იყო ამის საკითხი, რომ ჩვენ ქვეყანაზეა ლაპარაკი და ეს დეგრადაცია სახელმწიფო ინსტიტუტების რასაც ადგილი აქვს ძალიან ზუსტად არის იქ აღწერილი. და სხვათა შორის მე ურჩევ ყველას, რომ წაიკითხონ ეს ანგარიში. იქ ბევრი რამ წერია ისეთი, რასაც ამ ბოლო დროს არ ეკცევა გასაგებია, ყველაფერს ვერ მიაქცევს ადამიანი ყურადღებას, მაგრამ მიზებს რაც შეეხება, ხო, ეს არის საქართველოს იზოლაცია რეალურად. წარმოიდგინეთ და ქართული ოცნება ამასობაში რასაუბრობს. ქართული ოცნება თავის მომხრეებს აჯერებს, რომ აბსურდში, ცდილობს დააჯეროს აბსურდში და რას ეუბნება? ეუბნება მათ, რომ ჩვენ თუ დავკარგავთ თავისუფალ მიმოსვლას, ხო? ეს არაფერია და ამის შედეგად უფრო თავისუფალი ვიქნებით. ამ აბსურდში ცდილობს დააჯეროს ადამიანები და უთხრას, რომ არა, თავისუფლად გადაადგილება თუ აღარ შეგეძლება ქვეყნის გარეთ, ეს არის შენი მეტი თავისუფლება. და ცდილობს ეს დიდი ბოდიში ამ უხეში სიტყვისთვის შეტენოს ადამიანების ცნობიერებაში. და დააჯეროს, რომ ეს არაფერი არ იქნება, ეს არაფერი. და პირიქით, ამი უფრო გავთავისუფლებით, როცა თავისუფალი მიმოსვლა აღარ გვექნება. ეს ნიშნავს უამრავ ახალ სირთულეს
თითქმის ყოველი ოჯახისთვის საქართველოში, იმიტომ რომ არ არსებობს დღეს საქართველოში სამწუხაროდ ისეთი ოჯახი, რომელსაც ვიღაც ახლობელი არ ყავდეს განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში და ხო და არ დროებით სამუშაოთ თუ ხანგრძლივი ემიგრაციით არა. კი, ხო, და ეს მიმოსვლა ყველა, მაგრამ ეს ვიზები არის დასაწყისი სამწუხაროდ იზოლაციის და ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არის არა ბრიუსელში, არამედ სოლოლაკის სასახლეში. მე ვკითხე ერთ-ერთ რესპონდენტს ხოთაშორის, ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას ბრიუსელს თუ თბილისს თქო და. კი, იმიტომ რომ ხშირად მithქვამს და გავიმეორებ ამას ისევ რა. უვიზო მიმოსვლა არის რო შევადაროთ ადამიანების ურთიერთობას, ოჯახების ურთიერთობას, როდესაც ჩემს უახლოეს მეგობარს შეუძლია ისე მოვიდეს ჩემთან ოჯახში, რომ რამდენიმე კვირით ადრე არ შემითანხმოს ეს და მითხავს რომ ლევან მოვდივარ და მობრძანდი და დავხვდები, ხო არ ჭირდება ჩემგან ნებართვის მიცემა. მაგრამ თუ ეს ადამიანი უცბად მოbrunდება და მეუბნება რომ ლევან შენ ჩემი მტერი ხარ, შენ ჩემ ოჯახში არეულობას აწყობ, ხალხს რაღაცა ოჯახურ ტრადიციებს მიირყვნი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ის ჩემთან თავისუფალ ესე მოლოდნელად ვეღარ მოვა, ხო და იგივეა და ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილის პარტიამ. ხო, ქართულ ოცნებას უნდა ლევან შენთან მოვიდეს, ტალახიანი ფეხსაცმელებით, შემოვიდეს შენ სახლში, ტალახიანი ფეხსაცმელებით, წამოწვეს შენთან ტალახიანი ფეხსაცმელებით და შენ არ უნდა იმჩინიო და უნდა უთხრა კი ბატონო მობრძანდი იყავი ტალახიანი. შემოსვლის თავარი წინაპირობა არის ფეხსაცმელის გაწმენდა. აი აბსურდია, იცით, აი ხაც რო უსმენდი ის თემები და საკითხები, რაც გასაგებია რომ უნდა ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ დგას დღის წესრიგში, ხო, მაგრამ აი ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი მთავარი საფიქრალი ახლა იყოს საქართველოს გამთლიანება, ახლა იყოს ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის ზრდა ევროკავშირთან სწრაფი ინტეგრაციის შედეგად. უდიდესი შანსია. როცა ამის კარი ღია და გეუბნები რომ მოდი, ხო? ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მსჯელობდეთ მაგალითად იმაზე, რომ ჩვენ შეგვეძლოს ევროპული ბანკებიდან კრედიტების აღება. ჩვენ შეგვეძლოს ევროპული ჯანდაცვის დაზღვევის სისტემების გამოყენება. ჩვენ შეგვეძლოს პირდაპირ ევრო გადარიცხვების სისტემის სარგებლობა. რაც ხდება ახლა მოლდოვაში? კი, რაც ხდება მოლდოვაში. ჩვენ შეგვეძლოს როუმინგის გამოყენება, ყველაფერი კრედიტები იაფდება. ხო? ამიტომ ეს ყველაფერი და ამის ნაცვლად რას ცდილობს ქართული ოცნება, რომ რაზე ვიმსჯელოთ, რომ აი SWIFT-ი ამუშავდება თუ არა ჩვენთან? ხო, ეს ხო და ნუ რა გასაკვირი იქნება ეგ, იმიტომ რომ რა ვიცი ახლა ამი სანქცირებულია მთელი ისენი, რა ქვია, ხო? ამაზე ვშევდები და სანქციები და მოსამართლეები. Deep State-ზე, გლობალური ომის პარტიაზე და რაღაცეებზე და ადამიანებმა უნდა იარონ ქუჩაში და იფიქრო, რომ ვაიმე აი მოსახვევში რომ შევხვევ, ახლა ეგ Deep State-ი ხო არ დამხვდება და რაღაცა შეთქმულებას ხო არ მომიწყებს. თან რაც უფრო აბსურდულია ამბავი, მით უფრო მთელი ძალებით აწმუნებენ ადამიანებს და მით უფრო გამოვსდით როგორც ეს არის არაადამიანური დამოკიდებულება მოქალაქეებთან და ადამიანებთან. ეს არის არაჰუმანური დამოკიდებულება. ეს არის ბნელი ძალების მოქმედება საქართველოს მოქალაქეების ცნობიერებაზე, რომ დაუხშონ ადამიანებს ნორმალური საღი აზროვნება მათ მომხრეებს ძირითადად და მათ აი ესეთ ასე უყურებენ ისინი, რომ ნებისმიერ სისულელეს, ნებისმიერ მავნებლობას დააჯერებენ და არ იფიქრონ ადამიანებმა სერიოზული საკითხების სერიოზულად მოგვარებას. ბატონ ლევან, სანქციები და მოსამართლეები, ეს არის ერთ-ერთი მიმდინარე საკითხი, შესაძლოა ყველაზე სწრაფად ვიხილოთ სწორედ მოსამართლეებთან მიმართებით ამოქმედებული უმკაცრესი სანქციები, რაც არის ეგრეთ წოდებული მაგნიცკის ევროპული ვერსია. თავისუფალ მოედანს მაყურებელს ვეთქვი, რომ ყოველ ხუთშაბათს აქვს ტრადიციული აქცია უზენაეს სასამართლოსთან და სწორედ სასამართლო სისტემის ხარვეზებზე აქ საუბრობთ და ითხოვთ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. აი მოსამართლეებს რა გინდათ უთხრათ ამ ეთერიდან, რა უნდა იცოდნენ, რა უნდა სცოდნოდა დღეს საბაჯიქიასთვის გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეს. იცით რა არის, ეს ადამიანები არიან უვადოდ დანიშნული. აი მთელი ტრაგიზმი ამ სიტუაციის ეს არის, რომ აი ამ უსამართლობას, აი ამ დანაშაულს ადამიანების წინაშე, რასაც ჩადის ქართული ოცნება, საბოლოო ბეჭედს ურტყავს მოსამართლე, რომელსაც ქართული ოცნება თანამდებობიდანაც კი ვერ გაათავისუფლებს რა პრაქტიკულად. რომელსაც აქვს დაცულობა, რომელსაც აქვს სამსახური, მაღალანძ იმუნიტეტი და უდიდესი გავლენა, რომელსაც შეუძლია ეს უსამართლობა, ეს საშინელება, რასაც ისინი აკეთებენ, დაასრულოს იმითი, რომ გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ვინმე ხო არ ეუბნება მას, რომ ჩემ მხარეს გადაწყვიტე რაღაც. არა, იყავის სამართლიანი.
მართლმსაჯულება აღასრულე. ეს შეუძლია გააკეთოს და არ აკეთებენ რა. და ეს არის მათი ყველაზე დიდი დანაშაული. ხუთშაბათობით ჩვენ რო ვიკრიბებით უზენაეს სასამართლოს და ჩვენ ორ რამეს ვცდილობთ რომ მივახციოთ. ერთი ვისაუბროთ იმაზე თუ როგორი უნდა იყოს სასამართლო მომავალში, იმიტომ რომ ადამიანებმა ისიც უნდა დაინახონ ხვალ რა იქნება. არა მარტო ის დღეს რაც ცუდი რამე ხდება. არამედ ხვალ რატომ იქნება უკეთესი ჩვენი ცხოვრება და ამაზე ვსაუბრობთ და მეორე მოისმინონ და დაინახონ ადამიანური ისტორიები. აი ამ ახალგაზრდა ყველა ხო ვერ მივა სასამართლოში ჯერ ერთი და სულ პატარა დარბაზებშია ძირითადად ხდომა, ბევრი ადამიანი ვერ ეტევა, ტრანსლაცია შეუძლებელია უკვე აღარ შეიძლება და ვცდილობთ რომ ასე ადამიანური ისტორიები მოვიტანოთ აქ და მოდიან ოჯახის წევრები, მოდიან ადვოკატები და ყვებიან ისტორიებს, რომლებიც გამოუგნებელია უბრალოდ ნორმალური ადამიანი. ამიტომ ეს მოსამართლეები ყველაფრის ღირსები არიან. სანქციებისას და ყველაფრის, რასაც შესაძლოა სანქციებზე შეთანხმება გამარტივდეს, ხო? ანუ არის ასეთი მოლოდინი, რომ შესაძლოა ევროკავშირის წიაღში გამარტივდეს სანქციებთან დაკავშირებით და არ მოინდომოს უნგრეთმა დაბლოკო ამ თემის. დავით ზურაბიშვილმა გამოთქვა ეს ვარაუდი ჩვენთან სულ ცოტა. უნგრეთი მაინც ყველაზე დიდ პრობლემად რჩება, მაგრამ მეორე იგივე ევროპარლამენტის ანგარიშში წერია, რომ მოუწოდებს ევროპარლამენტი ევროკომისიას, რომ მან იმ ქვეყნებთან ერთად იმოქმედოს, რომლებსაც ამის გაკეთების სურვილი აქვს და შეკრას კოალიციები, ხო, რომელსაც აღარ დაჭირდება სრული კონსენსუსი. კი, სრული კონსენსუსი და სწორედ ეს არის აი ამ ანგარიში ჩანს რა, აქ ჩანს ის რომ ევროპარლამენტი ამბობს იმას, რომ ჩვენ საქართველოში არის შეცვლილი თამაშის წესები, შეცვლილი პოლიტიკური რეალობა და ჩვენ ამას ადეკვატურად უნდა უპასუხოთ და არა იმ წესებით, როგორც ადრევე ურთიერთებოდით საქართველოს. ხო, ანუ ახალი ვითარება და ახალი მოქნილი სტრატეგიისკენ მიუწოდებს კომისიას და წევრებსაც, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლეებთან ერთად ის, რომ იქ არის პირდაპირ ჩანაწერი, რომ სანქციები და სადამსჯელო ზომები უნდა შეეხოს ასევე საშუალო და დაბალი რგოლის იმ მოხელეებსაც, რომლებიც ამ დანაშაულებში მონაწილეობენ. ამიტომ აი სრულმოწმეები, რომლებიც მიდიან და სახიაფარებულები ადამიანებს წლობით ციხეში უშვებენ. აი ეს პროკურორები, რომლებიც ეხლა არც ესპანეთში თუ პროკურატურა, მაშინ პორტუგალიაში ისვენებენ. მაშინ, როდესაც ადამიანი თითქმის 5 წლით, 19 წლის ადამიანი გაუშვეს ციხეში არაფრის გამო, აი მათაც მოედებათ. თავარი საერთაშორისო ამბებსო თავი დავანებოთ. იქნება ის სანქცია, რასაც ქართველი ხალხი ამ ადამიანებს გამოუტანს რა. ხო, რა გზით და რა მეთოდებით ბრძოლის რა გზაა? ეს არის კიდევ ერთი ჩანაწერი ევროპარლამენტის ანგარიში, არჩევნები. ლევან, თქვენ როგორ ამოიკითხეთ ეს ჩანაწერი, იმიტომ რომ სხვადასხვაგვარად თარგმნა ყველამ. მე ამოვიკითხე ისე როგორც ეწერა შავი თეთრზე. რა ეწერა შავი თეთრზე ეწერა, რომ საქართველოში შექმნილია ისეთი პოლიტიკური ვითარება, რომ ვერც ერთი, ეხლა შეიძლება სიტყვით გამიჭირდეს, თუმცა აქვე მაქვს ის ანგარიში სადღაც, მაგრამ ვერც ერთი ის იმ აქტორის მიერ, ხო, რომელიც მეტნაკლებად კონკურენტულ გარემოს ელოდება, ეს ვერ იქნება მიჩნეული კონკურენტულ გარემოთ და ეს რეჟიმი ამ არჩევნებს გამოიყენებს იმისთვის, რომ თავისი სტატუს კვოს ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან კონკურსს ელოდა. გარდა ამისა, თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს კვოს აღიარებად გამოიყენებს. ეს არის ჩანაწერი, თუმცა ამის მიუხედავად ვხედავთ, რომ არ შეცვლილა პოზიციები, გახარიას გუნდის წარმომადგენლები სხვადასხვა ეთერებში ჩვენთანაც იყვნენ დღეს განმავლობაში. ბადრი ჯაფარიძის წერილიც წავიკითხეთ. აი მაგალითად ჩვენი წინასწარმოები დავით ზურაბიშვილი ამბობდა, რომ აი ეს ურთიერთთავდასხმები ჯობია შეწყდეს და რადგან თანხმობა ვერ ხერხდება ამ საკითხზე, ეს გადაიდოს გვერდით და გააგრძელონ პარტიებს. შესაძლებელია ეს? თანხმობის წერტილების პოვნა. ჩვენ თავისუფლების მოედანმა, როდესაც მოისმინეთ ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილება, თავიდანვე ვთქვით, რომ არ ვაპირებდით ჩვენი მომავალი დრო დაგვეთმო იმისათვის, რომ შიდა ოპოზიციური ბრძოლები გაგვემართ. არ ვთქვით, რომ მიგვაჩნია შეცდომად ეს გადაწყვეტილება. დღემდე ასე თუ ამ ანგარიშის მერე კიდევ უფრო ნათელია რომ ეს შეცდომა, მაგრამ მე მგონია, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის რესურსი, მათ შორის განსაკუთრებით თავისუფლების მოედნის, რომელიც ახალგაზრდა პოლიტიკური პარტია და არ გვაქვს ბევრი რესურსები, რომ ყველა მიმართულებით დავხარჯოთ, ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე არის ქართული ოცნება.
ამიტომ ჩვენი რესურსი წავა იმისკენ, რომ გავაძლიეროთ წინააღმდეგობის მოძრაობა საქართველოში. ხა ბოიკოტზე რო იყო საუბარი, ბოიკოტი ბევრმა წარმოვიდგინა, როგორც ის რომ რაღაცაში არ მონაწილეობ, მაგრამ არც არაფერს არ აკეთებ. და ეს რა თქმა უნდა აბსურდია. თავისუფლების მოედანი ისე როგორც დარწმუნებული ვარ სხვა პოლიტიკური პარტიები არ ვაპირებთ ხა ეთერში ყურებას მარტო მოვლენების რა ხდება. ჩვენი ხედვაც გამოვაქვეყნეთ იმაზე თუ როგორ უნდა განვითარდეს წინააღმდეგობა, რომ მნიშვნელოვანია ბოიკოტი და დაუმორჩილებლობა. ნიშნულოვანია პარალელური პოლიტიკური პროცესის შექმნა ასევე განსაკუთრებით თვითმმართველ ქალაქებში და ყველგან სადაც ეს იქნება შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს იმისათვის რომ ეხლა დავხარჯოთ რესურსები. ხო ეს ბოიკოტის საქმეში როგორ გამოიხატება ბატონო ლევან? გუშინ პრეზიდენტმაც სკეპტიკური დამოკიდებულება გამოთქვა ბოიკოტის კამპანიასთან დაკავშირებით. აი ბოიკოტი რომ არაფრის კეთებას არ ნიშნავს მაშინ რას ნიშნავს? კი, ბოიკოტი, ხო, ბოიკოტი არის ერთი შემადგენელი ნაწილი, ჩემი აზრით, იმ ქმედებების, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ. მე რა თქმა უნდა, მოვუწოდებ ყველა თავისუფლების მოედნის მხარდამჭერს, რომ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე არ მივიდნენ. რა თქმა უნდა, მაგრამ ამით არ შემოიფარგლება ჩვენი საქმიანობა. ჩვენ ვაპირებთ რამდენიმე რამეს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა თვითმმართველ ქალაქში, ყველა პოლიტიკური, ოპოზიციური პოლიტიკის წარმომადგენლები რეგულარულად იყვნენ და იქ ისაუბრონ ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც ჩვენ საზოგადოებას აწუხებს. ომის, მშვიდობის, უსაფრთხოების, ეკონომიკის თუნდაც თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით. ტექნიკურად ასე გამოვა, რომ თქვა, ბოდიში გაწყვეტინებთ. ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები და გახარიეს წარმომადგენლები ჩავლენ რომელიღაც რეგიონში და ისაუბრებენ წინასაარჩევნო დაპირებებზე და იქ შეიძლება იყოთ თქვენც ამ დროს ისაუბროთ იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს ამ მომრჩეველმა და ისაუბრებთ სხვა თემებზე. აი, ასეთი სურათი დაჯდება დღის ბოლოს. იცით რა არის რატომაც არა მე არ მგონია რომ თავარი განსხვავება რაშია თავარი განსხვავება არის იმაში ვინ მონაწილეობს ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში და ვინ არ მონაწილეობს თორე ის რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა უნდა ქონდეს რომ და ისაუბრო რომ და იმსჯელო რომ და იკამათო და იდებატო ჩემთვის ძალიან ბუნებრივი რაღაცა არის მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ის რასაც ვაპირებთ ეს არის ის მინიმუმი რაც უნდა გაკეთდეს მე ასევე ვფიქრობ რომ იმ პირობებში როდესაც ჩვენ წაგვართვეს ყველა წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტი პარლამენტი, ხელისუფლება და ასე შემდეგ და ასე. ხო? ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ. იმისთვის ჩვენ პირადი აზრია უზიარებ ამას კოლეგებს ნახავთ ვინ გაიზიარებს, რომ ჩვენ ასევე უნდა ავირჩიოთ წარმომადგენლები იმ საზოგადოების, რომლებიც რჩებიან წინააღმდეგობაში და არ მონაწილეობენ ამ არჩევნებში. და მათ გარშემო ასევე ვაშენოთ ახალი პარალელური პოლიტიკური პროცესი. ჩვენ ასევე უნდა შევქმნათ ალტერნატიული სასამართლოს მოდელები და ხალხს უნდა ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება სინამდვილეში ნამდვილი ეს არ არის მარტივი სტრუქტურა. არ არის მარტივი. დაუბრუნდები ერთ-ერთ ნაწილს, ერთ დეტალს, რომელიც არჩევნებზე არ მისვლისკენ მოწოდებას გულისხმობს, არ მივედით არჩევნებზე, რა ხდება მე? არ მივედით არჩევნებზე, ამით კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ იმას, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების დადგმულ ოპერაციებს, ეს მის ლეგიტიმაციას ნამდვილად ასუსტებს. მე მომისმენია, უსმენდი რომ აი რანაირად არ ასუსტებს, როდესაც ის შეიძლება დარჩეს ძალიან დაბალი აქტივობის, რეალურად ძალიან დაბალი აქტივობის ფონზე, ხო? დარჩეს ისე რომ ძალიან ცოტა ამომრჩეველი მივა ამ არჩევნებზე. დარჩეს პრაქტიკულად მარტო, იმიტომ რომ მე ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ოპოზიციური ელექტორატის დიდი ნაწილი ასევე არ მივა ამ არჩევნებზე. და ეს მნიშვნელოვანია. ხო, არის ეს ჩემი ბაბლია თუ არა, ჩემ გარშემო ვერ ვიპოვე ადამიანი, ვინც არჩევნებზე წასვლას აპირებს, თუ ეს იქნება მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები. ეს ბაბლები ერთმანეთს ემატება და ბოლოს გამოდის ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რო ამბობენ, რომ ეს ლეგიტიმაციას არ ეხებაო, როგორ არ ეხება, რო წარმოვიდგინოთ, რომ გავიდეთ ახლა ამდენი ბევრი პარტია ამ არჩევნებზე. ისევ გააყალბონ, ისევ დაძვერი მოუბრუნდეთ და ხალხს უთხრათ ხელი გავშალოთ, რომ ხალხო ისევ გაგვიყალბეს და რამე გვიშველეთ. აი რა პირით უნდა შეხედო მე ამ მომრჩეველს, ამ ყველაფრის მე რისი პოლიტიკოსი ხარ, ერთი და იგივე შეცდომას თუ სერიულად უშვებ, ხო? ამიტომ არ უნდა შევიდეთ ამ სიყალბეში, უნდა ვაღიარო. ეს არის რთული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ჩვენთვის, იმიტომ ჩვენ პატარა ახალ ისტორია გვაქვს. შანსია, ანუ შანსია. ყველაფერი რომ გავფილტროთ გარე ფაქტორები, თქვენთვის ეს შანსია, რომ რაღაცა მოიპოვოთ თქვენი ადგილი პოლიტიკაში. კი, და ამიტომ ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო ეს ჩვენთვის, თორე ეს რო ყოფილიყო მეტნაკლებად გონიურული პირობები რო ყოფილიყო აქ კონკურენტული გარემოსი, ჩვენ ძალიან დიდი мотивაციით გადავეშვებოდით არჩევნებს და მე დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ არჩევნებში, რომელიც იქნება
ნორმალურ პირობებში ჩატარებული, ოცნება გამანადგურებლად დამარცხდება. ამაში 100%-იანი. სხვათა შორის ალბათ თქვენს მოისმენთ ლელოსთან როცა პრეტენზიები ისმის, ასეთი ერთ-ერთი თეორია არსებობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ მათ უნდათ პირველობა ჩამოართვან ნაციონალურ მოძრაობას და აი ეს არჩევნები მათ ამის საშუალებას მისცემთ და მხოლოდ პარტიული ინტერესიდან ამოდიან და დანარჩენი სხვა ფაქტორებით არ მოძრაობა აღარც იყო პირველი ოპოზიციური პარტია. ბოლოს თუ შევხედავთ, მაგრამ მე მგონია კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა იგულისხმება. კეთილგანწყობით ვამბობ ამას ლელოს მიმართ. დიდი შეცდომა. ამით ისინი ვერ გახდებიან პირველი ოპოზიციური ძალა, ჩემი აზრით, მაგრამ შესაძლოა გახდნენ ბოლო და მე ეს არ მინდა რომ მოხდეს.